რას აპირებთ ადგილობრივ არჩევნებს? აი ერთი რამე მითხარ, თუ რეალურად არ მოხდა ლეგიტიმაცია ამ პარლამენტის, იმ თვალსაზრისით, რომ არ აღიარა. მე ჩვენზე და ზოგადად სხვა პარტიებზე, აი ვინც ეგრეთ წოდებულმა გადალახულებმა თავი რო დაირქვეს და პროდასავლურმა პარტიებმა, ხო? აი მე მაინტერესებს მათ რა მორალით უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ხო? იმიტომ რომ ეს გამოვტოვეთ, აქ არალეგიტიმური საარჩევნო სისტემა ხო არ იცვლება რა. იმ მანქანებით ჩატარდება. იგივე რომლის მიმართაც საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები იქნა გამოთქმული. Თქვენი პარტია რას აპირებს? მაგრამ მე არაფერი არ გამიკვირდება. Თქვენი პარტია რას აპირებს? ჩვენ პირდაპირ გეტყვით რა, ჩამოყალიბებულები არა ვარ, ჩვენ გვაქვს კონსულტაცია, უბრალოდ საერთოდ ერთი რაღაცა არის რა. 91-92 წლის გადატრიალების შემდეგ, როდესაც ავირიეთ და მოხდა არალეგიტიმური ხელისუფლების მოსვლა სახელმწიფოს სათავეში, ხო? იმის მერე აი ბუნებრივად, კანონზომიერად მივედით იქამდე, რომ დღეს მთელი სოფლიო გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში. ანუ 30 წელი ვეწვალეთ, რომ როგორმე რაღაცა გაგვეправებია, ანუ რაღაცნაირად შეგვენიღბა, ხან ვინ მოგვეხმარა, ხან, მაგრამ საბოლოო ჯამში, რო იტყვიან, არ ხდება იმის გაправება, რაც ვერასოდეს ის ბოროტება, რომელიც ჩადენილია 91-92 წლებში, აი ესეთი არჩევნებით, ესეთი უმსგავსო მართვით, როგორც ზოგადად 70 წლის განმავლობაში ხდება, ვერანაირად ვერაფერი ვერ გაправდება და მივალთ იქამდე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ისევ და ისევ იმ პრობლემის წინაშე დავდგეთ, რომელშიც ვიდექით 91-92 წლებში. ჩვენ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა შეიძლება დავკარგოთ, დააკვირდით ძალიან საინტერესო მოვლენები ბჭყალებში ვითარდება რეგიონში. საუბარია ახალ კარიდორზე, ტრანზიტულ კარიდორზე ლაპარაკი. თუ ის გაიხსნა საქართველოს თავის მნიშვნელოვან ფუნქციას, რასაც ტრანზიტული ფუნქცია ქვია, რომელსაც დღეს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთ, დასავლეთ დერეფნის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ჩანაცვლდეს. და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა მეზობლებმა ხელი შეუწყოს, რომ საქართველოში მაქსიმალურად ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ აქ სტაბილურობა უკვე სანატრელი გახდეს და რეალურად ტრანზიტი აერიდოს ჩვენს ქვეყანას და ის შემოსავლები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, აცდეს მადლობა ბატონ დავით სხვა მიმართულებით და პორტებზე და აი მაიმუნობებზე, რასაც ჩვენ უყურებდით და კარგად ახსენეთ თქვენ ლელოს ლიდერი, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოს ხარჯზე აპირებდა არასაკუთარ ხარჯზე გადახედეთ მის მოხსენებებს ზოგადად 2016-2017 წლებში როგორ დადიოდა პარლამენტში და როგორ თხოვულობდა რომ სახელმწიფოს მისთვის თურმე უნდა აეშენებია პორტი და მას უნდა გაეწია ექსპლუატაცია და სარგებელი მას მიეღო და არა ქართულ ხალხს. აი ესეთი ადამიანები არიან და ეხა ისინი ბიზნესშიც ესეთები იყვნენ, მე არ მგონია რომ პოლიტიკაში მათ რამე სხვა ამოძრავებდეთ. თუ არა საკუთარი სარგებელი. მადლობა დავით ჭიჭინაძეს და